შემეცნებითი გასართობი რადიო შოუ შუა დღე მედეფემზე. შუადღე მედეფემზე თამთა გოპოლატაძესთან ერთად პირდაპირ ეთერშია ყველაზე პოზიტიურ ტალღაზე 103, როგორც ანონსში გითხარით, შუადღის სამედიცინო ნაწილის თემა ძალიან პოპულარულია, ყველა დამეთანხმები თამაში კონტურული პლასტიკა და ბოტოქსი. რისთვის საჭირო კონტურული პლასტიკა და ბოტოქსი, რა განსხვავებებია მათ შორის, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ ამას სტუდიის სტუმარი, ყბასახის ქირურგი მიხეილ ნაჭყებია გვეტყვის. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. მოგესალმებით. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მე ასევე მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებ მსმენელს. ვიმედოვნებ რომ ძალიან კარგი ეთერი გვექნება, იმიტომ რომ თემა არის თავად ძალიან საინტერესო განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. პირველ რიგში გითხავთ, რა არის კონტურული სახის პლასტიკა და რისთვის გამოიყენება ის? კონტურული სახის პლასტიკა ეს არის, ასე ვთქვათ, პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა, ანუ ქირურგიული ჩარევის გარეშე სახის პლასტიკის სახის კონტურის შეცვლის. ეს არის ინიექციური მეთოდები, ანუ მინი იმპლანტი, ასე ვთქვათ, მინი იმპლანტი, რომელიც გამოიყენება არა მარტო ნაოჭის გაქრობისთვის, არამედ სახის ოვალის შესაცვლელად, გარკვეული დეფექტების მოსაშორებლად სახეზე და ასე შემდეგ. რამდენად ეფექტურია შედეგი? ანუ თქვენ გულისხმობთ დროს, შედეგის დროს? დიახ. ну, საშუალოდ სადღაც 5-6 თვე. შემდგომ ფილერი თვითონ პრეპარატი, ეგრეთ წოდებული ფილერი იწოვება, იმიტომ რომ ეს არის სრულიად ბიოლოგიური პრეპარატი. მესამე თაობის, რომელიც დღეს გამოიყენება ამ სფეროში, ესთეტიურ მედიცინაში და აქედან გამომდინარე იწოვება და არანაირ კვალს არ ტოვებს. იცით რა მეინტერესებს, ტკივნეული პროცესია, რთული პროცესია თვითონ კონტურული პლასტიკა. ძალიან მარტივი პროცესია. ანუ არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული პირობები, სტაციონარი, ჩვეულებრივ ამბულატორიულ პირობებში კეთება. ხოლო რაც შეეხება ტკივილს, ჩვეულებრივი ინიექცია, არსებობს სპეციალური საანესთეზიო კრემები, მაგრამ იცით მიზანშეწონილად მე რომ მაშინ, იმიტომ რომ ანესთეზია თვითონ ცვლის სახის ფორმას, ძალიან არ ცვლის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე მაინც იცვლება, როდესაც ძალიან ფაქიზი სამუშაოა, ხო? რომ როდესაც შემდეგ გადის ანესთეზია, ანუ შეიძლება ის შედეგი აღარ დადგეს და მოგვატყუოს ამ ყველაფერმა და რამდენად უსაფრთხოა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კონტურული პლასტიკის დროს? აი ზუსტად ეს მესამე თაობის პრეპარატები სრულიად უსაფრთხოა. ანუ იგივე ამბობენ, რომ ალერგიული შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში დაკვირვებებმა არაჩვენა, რომ ალერგიულია, იმიტომ რომ ეს პრეპარატები დამზადებულია ჰიალურონის მჟავაზე. ჰიალურონის მჟავა ყველა ცოცხალ ორგანიზმშია, მით უმეტეს ადამიანში და მით უმეტეს დერმაში, ანუ კანში. ასაკთან მიმართებაში ჰიალურონის მჟავა ილევა. აქედან გამომდინარე, კანი კარგავს თავის ელვარებას და ასე ვთქვათ, ლამას შესახედაობას. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ შევყავს აი ეს მიკროიმპლანტი, რომელიც დამზადებულია ჰიალურონის მჟავაზე, ჰიალურონის მჟავის მოლეკულა არის უარყოფითა დამუხტული. მოგხსენებათ, რომ უარყოფითა დამუხტული მოლეკულა მიიზიდავს თავისკენ წყლის მოლეკულებს, ანუ დადებითი და დამუხტულ მოლეკულებს. ხდება წყლით გაჯერება იმ მიდამოზე, ანუ ფორმის შეცვლასთან, ნაოჭის გაქრობასთან ერთად კანი ღებულობს ლამას შესახედაობას და ანუ უფრო ახალგაზრდურად გამოიყურება ის მიდამო. მაგრამ მინუსის გარეშე არაფერი არსებობს, თუ აქვს კონტურულ პლასტიკას რაიმე მინუსი და შესაძლებელია თუ არა რომ გახდეს საჭირო ქირურგიული ჩარევა. მინუსი ის არის, ზოგისთვის მინუსია, ზოგისთვის პლუსი. მინუსი ის არის, რომ ესე დროებითი. დიახ. ხო? მაგრამ ეს შეიძლება ჩაითვალოს პლუსათაც, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს, პაციენტს, რომელმაც გაიკეთა კონტურული პლასტიკა, რაღაც მომენტში მოვეს და ესვლება და გაიწოვა და ისევ აღდგა ის ფორმები, რომელიც აქამდე ჰქონდა. მინუსად თქვათ ის, რომ სუმუდმივად უნდა პაციენტს აი ესეთ მდგომარეობაში ყოფნა, იმ
ანატომიური ზონის, მაგრამ უწევს 5-6 თვეში ერთხელ კიდე დამატება. რაც შეეხება ქირურგიული ჩარევით გამოსწორებას, თუ მაგალითად დაცულია სტერილიზაცია და არ შეიჭრა ინფექცია კონკრეტულად ლოკალურ ზონაში, სადაც კეთდება ინექცია და არ ჩამოყალიბდა აბსცესი, რომ აბსცესის დროს საჭიროა რომ განაკვეთის გაკეთება, დრენირება, გამორეცხები და ასე შემდეგ. თვითონ აი პირველი თაობის, როდესაც იყო პირველი თაობის ფილერები, მაგ შემთხვევაში ძალიან ხშირი იყო ოპერაციული ჩარევით სიტუაციის გამოსწორება, იმიტომ რომ ეს იყო სინთეტიკა, არ იწოვებოდა, იკეთებდა კაფსულას, მიგრირებდა ქსოვილებში და სხვა გზა არ იყო, უნდა გაკეთებულიყო განაკვეთი, ამოწმენდა და ასე რომ ქირურგია. აი მესამე თაობის არ ყოფილა ეს რაღაცა. უბრალოდ ხომგეოვნებით, აი თუ რაღაცა თქვა დაერვა, სტერილიზაცია და მოხდა ანთებითი ლოკალური ანთებითი პროცესი მაგ შემთხვევაში. ყველაზე მეტად რომელ ზონაშია პოპულარული კონტურული პლასტიკა? ესე კონტურული პლასტიკა ყველაზე პოპულარულია სახის ქვედა ნაწილში, შუა და ქვედა ნაწილში. ესე იგი, ხვირტუჩის ნაოჭების გასაფრობად, ტუჩის პლასტიკის შესაცვლელად, ნიკაპის ფორმის შესაცვლელად, ასევე ყრიმალის მიდამოებში, რათა ესე იგი სახე აიწიოს, ანუ გასაგებია, გადაიჭიმოს კი. ნუ რა თქმა უნდა, ეს როგორ გითხრათ, აი ინექციურ მეთოდს რაც შეუძლია მაქსიმალურად, ამის შემდეგ უკვე პლასტიკური ქირურგია კეთდება. ნაოჭების ამოვსებაზე რას გვეტყვით? ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი და მაინტერესებს ამ შემთხვევაში რამდენი ხანი ყოფს შედეგი გარანტირებული? ეფექტური, ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია გააჩნია ზონას, გააჩნია ნაოჭის სიღრმეს, დრო ვადა მოქმედების არის 5-6 თვე, შეიძლება ნაკლები თქვა, შეიძლება 7-ის გააჩნია ორგანიზმზე. ასე რომ ძალიან ეფექტურია. ხომგეოვნები ძალიან ეფექტურია, უბრალოდ არის ზონები, სადაც ჯობია გაკეთდეს ბოტულოტოქსი. ანუ ბოტოქსი. ბატონო მიხეილ, ხალხში მუსირებს აზრი, რომ ტუჩის მოცულობის და ფორმის კორექცია აზიანებს ტუჩებს და დროთა განმავლობაში ფორმას უკარგავს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ეს არ არის სიმართლე, ფილერი არ აზიანებს ტუჩს. პირიქით, ხომ ესე იგი ჰიალურონის მჟავა შედის ქსოვილებში და პირიქით უფრო ელასტიურს ხდის მარტო ტუჩს არა, სადაც კეთდება, რა ზონაშიც კეთდება. პირიქით პროფილაქტიკისთვისებაც აქვს, ანუ და რაც შეიძლება ხა ტუჩის და არა მარტო ტუჩის ეს ასაკთან მიმართებაში ეს ისედაც იცვლება, ხო? ანუ დუნდება, კუნთის მოდუნება ხდება თვითონ, ქსოვილების დაბერება ხდება და ასე შემდეგ. ანუ დაბერების პროცესს ნუ დავაბრალებთ? არა, დაბერების პროცესს ნუ დავაბრალებთ კონტურულ პლასტიკას. რაიმე დაავადების განვითარება თუ შეიძლება მოხდეს? არანაირი. გასაგებია. რამდენ მიზან შეწონილია ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთათვის კონტურული პლასტიკა და აქვე გკითხავთ, ბარემ ორსულებისთვის თუ შეიძლება? ორსულებისთვის რა თქმა უნდა, არანაირი ეს ჩარევა მიზან შეწონილი არ არის. რაც შეეხება ონკოლოგიურ პაციენტებს, თუ ძალიან ღრმა პროცესი არ არის, მე მაგალითად ვერ ვხედავ, რომ რამე პრობლემა იყოს. თუ ეხა არის ქიმიოთერაპია, რაღაც რა თქმა უნდა ონკოლოგის კონსულტაციის ქვეშ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ვისაუბროთ ბოტოქსზე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში. მოდით ჯემსმენელებს უთხრათ, რა არის ბოტოქსი და რისთვის გამოიყენება ის? კი ბატონო. ბოტოქსი ეს არის კონკრეტული პრეპარატი, რომელსაც აწარმოებს ამერიკული კომპანია ალერგანი, განკუთვნილია ნაოჭების გასახმარებლად. დიახ. ინექციური ბოტოქსი. ეს არის ატიპის ბოტულოტოქსინი, ჩვეულებრივი ტოქსინი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ნერვულ დაბოლოებებზე. ხდება კუნთის მოდუნება, კუნთის ბლოკირება, შესაბამისად, აქედან გამომდინარე ნაოჭიც ქრება. ნაოჭი გაქრება, კანი ხდება გლუვი, ელასტიური არა, მაპატიეთ, გლუვი, ოღონდ ელასტიური ვერ გახდება, იმიტომ რომ კუნთი არის ბლოკირებული, უმოძრავო ხდება. კუნთი ხდება უმოძრავო, მაგრამ კანი არის გადაჭიმული. ნაოჭი რა არის? ნაოჭი არის ესე იგი კუნთი არის მოჭიმული და აქედან გამომდინარე
წარმოიქმნება ნაოჭი. კუნთი მოდუნდება, ნაოჭიც ქრება. რა განსხვავებაა კონტურულ პლასტიკასა და ბოტოქს შორის? აი მოდით მსმენელებს უფრო მივანიშნოთ, რომელ შემთხვევაში რომელ ხერხს ჯობს რომ მივმართოთ. კი ბატონო. მოდით ესე გავაკეთოთ. კონტურული პლასტიკა შევადაროთ ბოტულოტოქსინის ინექციებს. ბოტოქსი მაშინ შევადაროთ კონკრეტულად ფილერს. ხო, მოდით ესე გავაკეთოთ. ფილერი არის ესე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კონტურული პლასტიკის დროს. ეს მიკროიმპლანტი, ხო? რა არის? ეს ფილერი არის შემავსებელი. ანუ ივსება ნაოჭი, ან თქვათ გარკვეული ანატომიური ზონა შეივსება და იცვლება აქედან გამომდინარე ფორმა, კონტურის ფორმა, სახით. ბოტოქსი ეს არის ტოქსინი, რომელიც მოქმედებს, როგორც აღნიშნე, ნერვულ დაბოლოებებზე, ხდება კუნთის მოდუნება, ბლოკირება და ქრება ნაოჭი. ესე იგი, ბოტოქსი გამოიყენება სახის ზედა ნაწილში, ეს არის წარბთა შუა მიდამო, წარბთა ზედა მიდამო, ანუ შუბლი და წარბთა შუა მიდამო, აგრეთვე თვალის ირგვლივი კუნთის მოსადუნობა და ლატერალურად გარეთა მხარეს კეთება ძალიან ცოტა, იმიტომ რომ თვალის გარშემო ეს ითვლება საშიშ ზონად და შეიძლება საკმაოდ სერიოზული გართულებები მივიღოთ. ანუ წარბთან ახლოს არ შეიძლება? წარბთან ახლოს გვერდით შეიძლება, აი ზუსტ კორუგატორში და თქვათ პროცედურში შეიძლება, ანუ ეს კუნთების დასახელებაა, მაგრამ ზევით 2 სანტიმეტრით, ანუ წარბს უნდა იყოს დაშორებული 2 სანტიმეტრით ზევით. თუ 2 სანტიმეტრით წაბს და შუბს შორის გაკეთდა, დიდი შანსია რომ მოდუნდეს ზედა ქუთუთოს დამწევი კუნთით და თვალი დაიხუჭოს იმ დრომდე, სანამ ბოტოქსი მოქმედებს ორგანიზმში, ანუ რამოდენიმე თვე. ნუ ეს რა თქმა უნდა სერიოზული გართულება. ეს ყველაფერი ანუ წინასწარ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, კლიენტმა უფრო სწორად რომ დავარქვათ. მე პაციენტს დავარქვევდი. რატომ? იცით რომ ექიმთან მოდის, ხო? ექიმთან მოდის პაციენტი. აუცილებლად ამ პროცედურას უნდა ატარებდეს ექიმი, რომელსაც აქვს გადამზადება გავლი ამ პლასტიკურ ქირურგიაში, ან თქვათ კონტროლ პლასტიკაში, ან თუნდაც ბოტულოტოქსინის ინექციებში. ეს მე აი მოუწოდებ მოსახლეობასაც მოერიდონ სალონებში ესეთი რაღაცების გაკეთებას და რა ვიცი, უმჯობესია რომ მოითხოვოთ თქვა ან სერტიფიკატი ექიმის, კლინიკას აუცილებლად უნდა კონდეს სერტიფიკატი, აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმება ხელმოწერილი პაციენტს და კლინიკას შორის, ან პაციენტს და ექიმს შორის. აუცილებლად უნდა იდოს პუნქტები, რა გართულება შეიძლება მოყვეს. რაზეა პაციენტი თანახმა? რა თქმა უნდა, რაზე მიდის პაციენტი და რა უნდა გავაკეთოს ექიმი. შეიძლება ექიმმა ურჩიოს, რომ იცით რა თქვენ გინდათ, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს არ არის მიზანშეწონილი, ხო? და თუ არ არის კვალიფიციური პიროვნება ის ვინც აკეთებს და არის ესეთი რაღაცები, არ იცის ესეთი რაღაცები, თქვა, აი კლიენტი უკვე მასთან ეთქვის მინდა ის გააკეთებს გართულება და შემდგომ ყასახის ქირურგებმა და ექიმებმა უნდა გამოასწორონ ეს ყველაფერი. ის წავა დაიკარგება, ის მიწვეული იმ სალონში დადის ესე და თავისთავად უნდა იყოს პაციენტის უფლებები დაცული ყველანაირად. მაინტერესებს, რამდენ ხანში ვლინდება ეფექტი ბოტოქსის ინექციიდან? 2 კვირაში. და ხანგრძლივობა რამდენი აქვს? 3-6 თვე. ეხლა რა ხდება ბოტოქსის შემთხვევაში? ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს სხვადასხვა ბიოქიმიური რეაქციები და პროცესები, ხო? არის პრეპარატები, სხვადასხვა პრეპარატები, რომლებიც ბოტოქსის მოქმედებას აქვეითებენ. ხო? აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად ადამიანი ღებულობდა ამ პრეპარატებს რაღაც გარკვეული პრობლემების გამო, ჯანმრთელობის მხრივ, ჩვენ გავაკეთეთ ბოტოქსი, დაქვეითებულია მოქმედება, შემდეგ გაიარა იმ წამლების მოქმედებამ და ბოტოქსმა ესე იგი. აქედან გამომდინარე, ჯობია რომ ცოტა დოზა დავაპატარავოთ და შემდგომ 2 კვირის შემდეგ ნახოთ შედეგი და თუ რაღაცა კორექცია გავაკეთოთ. ანუ მას ალერგიული მოქმედება არ აქვს? არა, ბოტოქსზე არ შეინიშნება ალერგიული მოქმედება. ასეთი რამე პრაქტიკაში ანუ თქვენ არ მე არ მქონია და არც ლიტერატურაში არ არის აღწერილი.
ხშირად ბოტოქს შედეგს უწუნებენ, ამბობენ რომ გაშეშებული რჩება მიმიკა და ადამიანის გამომეტყველება არაბუნებრივი ხდება. დოზირება თუ ყოველთვის ერთნაირი და ვთქვათ შესაძლებელია თუ არა რომ ასეთი რამე რეალურად მოხდეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პაციენტს უნდა აუხსნათ რომ კონთი იქნება უმოძრავი. კონთი იქნება უმოძრავი. უნდა ვაჩვენოთ ფოტოები ან რაღაც ვთქვათ აუხსნათ რომ რაზე მიდის პაციენტი. თუ პაციენტი თანახმაა ვაკეთებთ ამას ყველაფერს. რა უნდა აუცილებლად უნდა გაკეთდეს ფოტო. ჯერ გაკეთებამდე და შემდეგ გაკეთების შემდეგ. რაც შეეხება დოზირებას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ანატომიურ ზონაში კეთება სხვადასხვა დოზით ბოტოქსი. აი მაგალითად ავიღო წარფთაშუა მიდამო, ხო? წარფთაშუა მიდამო, ხო, თითქოს არაფერისთი არ არის, ყველას ერთნაირია. არსებობს 5 ტიპის. 5 სხვადასხვა ტიპის აგებულების წარფთაშუა მიდამო. ხო? ესე იგი ორი ძირითადი კუნთი, პროცერუსი და კორუგატორი, სადაც კეთდება ინექცია, იყოფა ესე იგი 5 სახის. გვაქვს ჩვენ ეს აგებულება, ესე იგი პირველი არის ესეთი ლათინური U-ს ტიპის, ყველაზე გავრცელებული. სადაც კეთდება ესე იგი 5 საჩხლეტი წერტილი და დოზირება ხდება 12-დან 20 ერთეულამდე. ბოტოქსი ზომება ერთეულამდე. შემდეგ გვაქვს ესეთი ლათინური V-ს ფორმის ესე იგი აგებულების წარფთაშუა ზონა. ესე იგი ეს არის ყველაზე ძლიერი კუნთები და გრძელი კუნთები. ამ შემთხვევაში კეთდება 7 საჩხლეტი წერტილი და შესაბამისად 16-დან 20 ერთეულამდე. ხო? არსებობს ესეთი ეგრეთ წოდებული ჯვარედინა ისრის მაგვარი წარფთაშუა მიდამო. ეს ყველაზე ესე იგი დაბალბიუჯეტიანი ვარიანტი გამოდის, იმიტომ რომ კეთდება 4 ესე იგი საჩხლეტი წერტილი და 10-დან 20 ერთეულამდე და ასე შემდეგ. მოკლედ, ანუ დოზირება აუცილებლად უნდა განისაზღვროს. ინდივიდუალურია რა? რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, როგორი ყო, რაც უფრო ძლიერია კუნთი, მით უფრო მეტია საჭირო. მამაკაც რა თქმა უნდა მეტი ჭირდება, იმიტომ რომ უფრო ძლიერია კუნთი. ქალბატონებს უფრო ნაკლები ვთქვათ, იმიტომ რომ უფრო სუსტია და რაც შეეხება კიდე რამე ვთქვა, დავამატო. აი ესეთი მითი არსებობს, რომ რაც უფრო ხშირად იკეთება ბოტოქს, მით უფრო მერე უფრო მეტი დამოკიდებული არ ხდება ჯერ ესეთი ადამიანი და მეორეც ერთი რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ნაკლებია საჭირო ბოტოქს გაკეთება, იმიტომ რომ ასაკთან მიმართებაში კუნთის ტონუსი იკლებს. და რაც უფრო დაკლებულია ტონუსი, კუნთის ბლოკირება და კუნთის მოდუნება უფრო ნაკლები რაოდენობის პრეპარატი არის შესაძლებელი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ რაც უფრო დიდხანს იკეთებ ბოტოქს, უფრო ნელ-ნელა რაც უფრო ასაკი იმატებს, მით უფრო ნაკლები ბოტოქსი არის საჭირო. მე აი ამას ფულის. მე ვთქვით რას მომხდ, იმიტომ რომ კუნთს არ ჭირდება, კუნთი არის უკვე ბუნებრივად დონდება, კუნთი თავისი ტონუსი აღარ არის ისეთი, სად ახალგაზრდა კუნთი, ხო, ნავარჯი შეიძლება სად, გასაგებია. ასევე ბოტოქსის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კანის გაწითლებას ან გალურჯებას იწვევს ის, ასევე გულისრევის შექმნებაზე ალაპარაკი და სახის ასიმეტრიაზე. სახის ასიმეტრია, რა თქმა უნდა, შეიძლება თუ არასწორად გაკეთდა. იდეალურად სიმეტრიული სახე არ არსებობს. ხო? ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ, თუ დაიხუჭა, ეხლა ამაზე მეტი გართულება, ამაზე მეტი გართულება. რაც შეეხება ხა გაწითლება, რა თქვა, ვთქვათ, 1 დღე, 2 დღე შეიძლება იყოს გაწითლებული ის მიდამო, იმიტომ რომ იქ ინექცია გაკეთებული. რაც შეეხება სილურჯეს, შეიძლება დაზღვევა არავინ არ არის რაღაც სისწრაფეში, პატარა კაპილარში მოხდეს ექიმი და უბრალოდ კანკოშა ჰემატომა, რომელიც რამოდენიმე დღეში გაიწოვება და გაქრება. ამაზეც რა თქმა უნდა გაფრთხილებული უნდა იყოს პაციენტი, აუცილებლად. ეს მეთოდი რამდენად უმტკივნეულოა ბოტოქსის ინექცია? იგივეა, რაც კონტროლპლასტიკა, კეთდება ინსულინის შპრიცით, კეთდება კრემი, საანესთეზიო. იგივე პრინციპია, უბრალოდ ბოტულოტოქსინის შეყვანა ხდება აუცილებლად კუნჩი თუ არ დაიღვარა პრეპარატი, ანუ შედეგი არ გვექნება. გასაგებია. და ის კონტროლპლასტიკა ფილერები კანკოში კეთდება. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება სამედიცინო ნაწილი. ჩვენი გადაცემის ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ მივცეთ ჩვენს მსმენელებს რჩევები და ერთგვარად შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემაც. კი ბატონო,
მსმენელს მინდა ურჩიო, რაც თქვით, რომ მიმართონ აუცილებლად სამედიცინო დაწესებულებებს. ძალიან ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში, მაგრამ უმჯობესია, რომ პირადად ექიმს გაესაუბრონ და გამოკითხონ ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვებია, რა თქმა უნდა. აუცილებლად თუ მოსარიდებელი არ არის, აუცილებლად ექიმს მოთხოვონ შესაბამისი სერტიფიკატი. და შემდგომ პროცედურების ჩატარების შემდგომ ზედმიწევნით გაითვალისწინონ ექიმის რჩევები და რეკომენდაციები. იმიტომ რომ ინექციების შემდგომ არის რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. ძალიან დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. გემშვიდობებით. ჩვენ საუბრობდით კონტურულ პლასტიკასა და ბოტოქსზე. სტუდიის სტუმარი იყო ყბასახის ქირურგი მიხეილ ნაჭყებია. ახლა კეთერში რეკლამის დროა. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ გადაცემას შუადღე მედფმ-ზე თამთა გობლაძესთან ერთად პირველი სამედიცინო რადიო მედფმ-ის ეთერში ტალღაზე 100.3. დროებით. შემეცნებითი გასართობი რადიო შოუ შუადღე მედფმ-ზე.